მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმის, რომ გამოდადეთ ჩემი ახი, იმის რომ ლაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემ გაგაცნობით მე ვარ ხატო. ცოტათი ფინანსური და კარიერული კუთხით მინდა გავშალო, ახლა პატარა გაშლა. ვნახოთ, როგორ იქნება ფინანსური საკითხები იმათთვის, ვინც თქვათ არ მუშაობს, ახლა ამ ეტაპზე. და გამოჩნდება თუ არა რამე კარი ან სამსახურებრივი მდგომარეობა. ვინც მუშაობთ, როგორ იქნება თქვენთვის ფინანსური საკითხი დასაქმებული ხართ და როგორ განვითარდება თქვენი კარიერული კუთხე და მესამე ვარიანტი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავთან, ანუ თავის თავზე მუშაობს, ხო, თავის ბიზნესია, კან რაღაც მსგავსი მომენტები, როგორი იქნება თქვენი ფინანსები და განვითარების პერსპექტივა როგორი იქნება. ანუ იმათვის, ვინც არ მუშაობს, ახლა როგორი იქნება ფინანსები და ექნება თუ არა სამუშაო. მე გეტყვით, რომ ფინანსური კუთხით იქნება შემოსავლები, შესაძლებელია ადამიანებმა დაგეხმარონ რაღაცა სიტუაცია ისე დაგილაგდეთ, რომ ვიღაცამ საჩუქარი გაგიკეთოთ, ვიღაცა ისე ოჯახის წევრები გეხმარებიან, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ფინანსურად ნამდვილად არ იქნებით ცუდად და რაც შეეხება კარიერის სამსახურის კუთხით, ნახეთ როგორი მომენტია, თუ თქვენ მოინდომებთ რაღაცის პოვნას, აუცილებლად გექნებათ სამსახური, ამიტომ როგორი რაღაცა იცით ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი CV გააგზავნოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უთხრათ, რომ გჭირდებათ დასაქმება და ასე შემდეგ, და აქ გამოჩნდება სამსახური და შეძლებთ, რომ იმუშაოთ. იმათვის, ვინც დასაქმებული ხართ, ახლა ამ ეტაპზე თქვენთვის ფინანსური საკითხი როგორი იქნება და წინსვლა. მოდით ესე გეტყვით, ცოტა არ იყოს და თქვენთვის ფინანსური საკითხი რაღაცა ბევრ ხარჯებთან უფრო მეტად არის დამოკიდებული, რაღაცანაირად ესე ვთქვათ, მეტი გასავალი გაქვთ ვიდრე შემოსავალი, ესე რაც არის სტაბილურად გექნებათ, ნამდვილად ახლა მაგას არავინ არ წაკართოთ, მაგრამ ზრდა კარიერული აი ამ სამსახურში თქვენთვის ვიღაცები არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ იპარავენ თქვენს ენერგიებს, ხო, ანუ რაღაცას აკეთებენ, ისეთ გიშლიან ხელს წინსვლაში, წარმატებაში, არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ წინ წახვიდეს და უკეთესობისკენ იყოს თქვენ, ხო, ანუ დაწინაურების კუთხით ვიღაცა არსებობს, ვინც თქვათ შეიძლება თქვენი აინტერესებთ თქვენი პოზიცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამის საშუალებას არ გაძლევთ. რაც შეეხება თქვენ, ვინც ხართ თქვენთვის დასაქმებულები და თქვენი სამუშაო გაქვთ, როგორი იქნება ფინანსები, ახალი შანსები, ახალი მდგომარეობა და როგორ განვითარდება თქვენი კარიერა, ძალიან კარგად. თქვენ ხართ თქვენი კარიერის მმართველი. აქ ბევრი შრომა შეიძლება დაგჭირდეთ, შეიძლება რაღაც ესეთი მომენტი იყოს, მაგრამ აი ვინც საკუთარ თავზე ხართ ესე ორიენტირებული, გეტყვით, რომ თქვენთვის ნამდვილად ეს პერიოდი იქნება იდეალური.